მოგესალმებით ყველა ჩემო მეგობრებო, თქვენი მყოფებით არხზე ვიდეო lessons. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა ჩემი და ჩემი მეგობრის საერთო გეიმინგ არხზე არსებული გათამაშება, უბრალოდ არსებული გათამაშების გამარჯვებული გამოვავლინო. პირველ რიგში გადავალ ახლა მე იმ ვიდეოზე, სადაც მიმდინარეობს აქტიური გათამაშება. როგორც ხედავთ, აქ ჩამოწერილია ყველანაირი წესები. ეს არის რიგით მე-20 გათამაშება, რომელსაც შესანიშნავი პრიზი აქვს, მეგობრებო. ეს თამაში არის Souls-like ჟანრის წარმომადგენელი, არის ძალიან კარგი თამაში და ვისაც მსგავსი ტიპის თამაშები უყვარს, მისთვის იქნება ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, დანამატის Steam-ის კოლექციაზე. ყავს, როგორც ხედავთ, სამი ასე ვთქვათ, კონკურენტი, რომელსაც სურს ამ კონკრეტული თამაშის მოგება. და ეხლა ვნახავთ თუ ვინ გახდება აი ამ სამი პიროვნებიდან გამარჯვებული. გამარჯვებულის გამოსავლენად კი ჩვენ დაგჭირდება randomizer პროგრამა, რომელიც ეგრეთ წოდებული extension-ი, ანუ გაფართოების სახით მაქვს დამატებული ბრაუზერზე. პირველ რიგში დავაკოპიროთ ვიდეოს ლინკი. ამის შემდგომ გავხსნათ ეს შესანიშნავი დამატება. დავაჭიროთ აქ, ჩავსვათ ჩვენი ვიდეოს ლინკი და შემდგომ უკვე უნდა დავაჭიროთ PK comment. რა თქმა უნდა, ჩემი კომენტარი, რომელიც პირველი არ ჩაითვლება, გამომდინარე იქიდან, მეგობრებო, რომ მე ვარ ამ არქის ავტორი და ფიზიკურად არ შეიძლება ჩემი გამარჯვება. შემდგომ ვაწვევი უბრალოდ PK comment და მოვაგდო ჩემი კომენტარი. ეხლა უბრალოდ მოვახდენ მე ამ ყველაფრის გადარესტარტებას. აქედან წავშლი ჩემი ვიდეოს კომენტარს. ხელახლა დავაკოპირებ. და ვნახავ კიდევ ერთი ცდით ამჯერად ვინ გაიმარჯვებს. ისევ ჩემი კომენტარი, მოდით ახლა ისევ PK comment დავაჭიროთ. და ამ მომენტში როგორც ხედავთ მეგობრებო, გამარჯვებული გახდა გაგა გუდაძე. ეს მისი კომენტარი არის. ვულოცავ გაგას გამარჯვებას, მე ახლა დავუწერ ყველანაირ საინფორმაციო ტექსტს გაგას კომენტარის ქვეშ, რომ გამოვიდეს ის ჩემთან კონტაქტზე, შემდგომ უკვე მოხდება უშუალოდ გაგასთან ყველანაირი წესისა და პირობის გადამოწმება და ამის შემდგომ თუ მას ყველაფერი ექნება დაცული და გათვალისწინებული, რაც საჭიროა ამ კონკურსში მონაწილეობისთვის. აი ეს წესები, აი ამაზე მაქვს საუბარი, მეგობრებო, მათ გადაეცემა ეს პრიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება თამაშის ხელახლა გადათამაშება დარჩენილ კონკურსანტებს შორის. ნახოთ ახლა როდის გამოვა უშუალოდ გაგა ჩემთან კონტაქტზე. როგორც ხედავთ მეგობრებო, გაგა გამოვიდა ჩემთან კონტაქტზე და ახლა მოვახდენთ ჩვენ მასთან წესების შემოწმებას და ყველაფრის გადამოწმებას, რაც საჭიროა, რომ დაცული იყოს იმისათვის, რომ გაგა მიიღოს კონკურსში არსებული პრიზი. დაველოდოთ ახლა როდის მომწერს გაგა ID-სა და პაროლს, შემდგომ უკვე მოხდება უშუალოდ ყველა წესის გადამოწმება, რაც საჭიროა, რომ დაცული იყოს იმისათვის, რომ კონკურსში გამარჯვებულს გადაეცეს პრიზი და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა, თუ ყველაფერი გაგას ექნება დაცული წესებისამებრ, მას გადაეცემა კუთვნილი პრიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი, მეგობრებო, მოხდება დარჩენილ, ასე ვთქვათ, პრიზიორებს შორის არსებული პრიზის გადათამაშება, ანუ ორ კონკურსანტს შორის. წესები კი მარტივია. პირველი ის რომ უნდა გქონდეს არხი გამოწერილი, მეორე ის რომ უნდა გქონდეს დალაიქებული ვიდეო და მესამე რა თქმა უნდა უშუალოდ კომენტარი.
ესეც ID და paroli, რომელიც მოგცა გაგამ. ჩვენ ახლა შეგვიძლია ამ ID-სა და paroli-ის გამოყენებით გადავიდეთ მის კომპიუტერში დისტანციური მართვის პროგრამით და შევამოწმოთ ყველა ის წესი, რაც საჭიროა რომ იყოს დაცული. ესეც ასე. გადავდივართ YouTube-ზე. არხი გამოწერილი აქვს, ვიდეო დალაიქებულია და რა თქმა უნდა, ქვემოთ კომენტარიც არის რის შესაბამისადაც გაგა გახდა გამარჯვებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მეგობრებო, რომ გაგა სრულიად სამართლიანად ეკუთვნის ეს პრიზი. ეხლა მე მას ჩავუგდებ თამაშის გასაღებად და შემდგომში უკვე ის შეძლებს ამ თამაშის გასაღებით მის გააქტიურებას Steam-ის პლატფორმაზე. ესეც ასე გასაღები გადავეცი მეგობრებო, მას შეუძლია ეს გასაღები ან თვითონ გაიაქტიუროს, ან მეგობრის Steam-ზე გააქტიუროს, ეს უკვე უშუალოდ გაგას საქმეა. ესე ძალიან მარტივად გადაეცა გამარჯვებულს პრიზი, თუ თქვენს გექნებათ სურვილი რომ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში, თქვენ შეგიძლიათ თვალიადევნოთ ვიდეოებს და მიიღოთ კონკურსში მონაწილეობა. ესეც კი სულ ეს იყო. ყველას გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.